მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიტყოლა ის ადამიანიც გასასაზრში ნახართ. ყველა პატიმარი და განსაკუთრებით უცხოეთში მყოფი ქართველი მინდა ეს ადამიანები, ვისაც ამი პრობლემა გაქვთ, ყველას სიგეთე და ბედნიერება გისურვოთ სამომავლოდ და ღვთის იმედი არ დაკარგოთ აუცილებლად და ამისთვისაც მოვიწვიეთ აუცილებლად რო არ თქვა შემილია მამა დავით ციცქიშვილი, რომელსაც ძალიან ყველაზე ჩემთან ვიც დადის, ყველაზე მოთხოვნადი მოძღვარია ერთ-ერთი მამა დავით და დიდ მადლობას მოგახსენეთ მამაო. ესე რაღაცნაირად გვარიგებთ ხოლმე და კაი რჩევებს გვაძლევთ და მამაო სულიერი რაღაცნაირი კრიზისი ადამიანებს ძალიან უჭირთ რა რაღაცების გადალახვა, აი პრობლემების ყველაფრის და ძალიან რთულ დღეში არის თვითონ პიროვნება სულიერად რა. იმიტომ რომ რაღაცა გამოწვევები არის, რასაც ვერ უძლებს ადამიანი. თან დღევანდელ გამოწვევებს მით უმეტეს არ იყო ამისთვის მზად თუ რა ხდება მის თავს, აი ანუ სუსტი ხო არ არის, უბრალოდ სუსტად ხო არ ხდება, იმიტომ რომ ძველად ადამიანები ამ გამოწვევას გაუძლებდნენ, რასაც დღეს ჩვენ ვერ უძლებთ. ადრე უფრო გამძლე იყო ადამიანი როგორც ფიზიკური თვალსაზრისით ისე სულიერი ფსიქოლოგიური ეს ნამდვილად შეიმჩნევა ეხლა დასუსტებულია ესე ვიტყოდი და რა უნდა გააძლიეროს ადამიანმა ყურადსაღები რა არის უფრო ყურადსაღები აქაც ბევრჯერ მე აღმინიშნავს რომ აი მართლმადიდებლობა ყველაფერთან ერთად არის უარყოფით ფიქრებთან და ემოციებთან გამკლავების ხელოვნება და ცხოვრებაში სულ გასასწრებია სულ ამ სამყაროს მოწყობის სცენარი ჩვენ არ დაგვიწერია ეს უზენაესმა განაპირობაა რა ამასაც ხშირად აღნიშნა რომ ეს ოფელი როცაზე დადგა საოცარი სიტყვებია რა ასე რომ როცაზე და რომ დგას გულისხმობს იმას რომ უსამართლობა სისასტიკე გაუტანლობა ეგოიზმი და ასე შემდეგ ჯეჯილობს ვერ ავწდებით ამას არა მიწიერ სამყაროში 64 არ არის ასე რომ რაღაცნაირად უნდა გამოვიმუშაოთ სულიერი ფსიქოლოგიური იმუნიტეტი ეს ადვილი არ არის ეკლესიაც ყველაფერთან ერთად ამისთვის არის მოწოდებული ოპტელი ფერების ლოცვა როგორიც ხდება, ხოლო მომეძავა რათა სულიერი სიმშვიდით შევგვიყვოლ იმას, რასაც მომიტანს დღევანდელი დღე. ხო და ეს საიდუმლოებები, ღვთისმსახურებითი, ეკლესიური აღსარება, ზიარება, წესები, ლოცვა, ამას ემსახურება რომ გაუძლოთ აი ამ პირქუში ნაცრისფერ სინამდვილეს მე ესე ვიტყოდი. ასე რომ რა თქმა უნდა დაკონკრეტებად საჭიროა ამ სულიერ კრიზისში რა იგულისხმება. აი მამა მოულოდნელი დარტყმები ადამიანზე და თუ უნდა ელოდოს ადამიანი და რამდენად დააზარალებს. აი მაგალითად მე ველოდები და ეხლა შეიძლება ყოველდღე ვიფიქრო იმაზე რომ აი ცუდი მოხდება მაგალითად. უფრო კი შეიძლება შემზადებული იყო და ადვილად ის იყოს, მაგრამ რამდენად შეიძლება რომ ამ ფიქრებთან ერთად იცხოვრო. იცი რა ეხა საერთოდ ეშმაკის ღვთისსაწინააღმდეგო ძალის ერთ-ერთი სტრატეგიული ხერხი რა არის რომ მომავალზე გაფიქრებს გაშინებს მომავლით იქ ომები იქნება იქ მეორედ მოსვლა იქნება იქ როგორ ვირჩენ თავს ასე რომ ამაზე ზედმეტი ფიქრი საჭირო არის ყველა თემა რომელიც დამძაბავი ხდება იმაზე ზედმეტი ფიქრი არ შეიძლება რაც კი პოროტის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება ეს არის მომავლით შეშინება ესე ვიტყოდი და მარტივი მართლმადიდებლური განსაზღვრება უნდა მიენდო უფალს
მაგრამ ეს მინდობა ჩვენ ძალიან გვიჭირს და ძალიან არ გამოგდის ხოლმე ხშირ შემთხვევაში. მე ესე ვიტყოდი. ბევრჯერ ვიჭედებით. ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა რა არის? არ ვენდობით უფალს. ეს ერთი სხვა ლოგიკურიც არის. საერთოდ ხშირად მithქვამს, რომ ღვთისაწინააღმდეგო ძალა ძალიან ჭკვიანია, ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ცოდნით არის აღჭურვილი და მეტად ცხოვრებისეულად მოდის. როგორ მივენდო უფალს, იქ ვიღაცა გაუბედურდა, ვიღაცა მქონება დაკარგა, ვიღაცა დაინვალიდდა. უამრავი რაღაცა ძალიან ძიმე მომენტები იკვეთება ჩვენ ცხოვრებაში. სად იყო ღმერთი? ბოროტი გატყუებს ესე, ხო? გატყუებს, ხო, აი ცხოვრებას რაღაცა სხვა მხრიდან წარმოგიდგენს. ეგრეში ესაკ. ასე რომ კიდევ მეორე ეს ძალა ძალიან ანგარი გასაწევი ძალა. ისე შეიძლება ინდობოდა, მაგრამ აი უბედურება დატრიალდა. ესე უჩურჩულებს გონებაში. ხო და ამის დაპირისპირება საკმაოდ რთული ამოცანა. ბევრი უბრალოდ აუწყდება ამ ფიქრებს. გაიგერაშია საქმე, თორე ანალიზი რო გააკეთო. საერთოდ ჩვენი რწმენა ურთულეს გამოცდას გადის. ურთულეს. აი ღრმა ანალიზი რო გააკეთო. ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური სულიერი ნაღმებია, რომელზეც ჩვენ ფეთქდებით. მე ესე ვიტყოდი. ხო და აი ესე მიდის ჩვენი ცხოვრება. აი ამ ნაღმების განეიტრალება ამოძირკვა ესე ადვილი არ არის. მაგრამ მეორე მხრივ უნდა წარმოიდგინო. მაინც რამდენიმეში დაგხმარებია ღმერთი, ხელი მოუმართავს, გაუმართავს. შეგიგრძნია რომ უფალი სუფევს. მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ არის კიდევ რაღაც ძალიან ისეთი შავბნელი სფერო ცხოვრების მხარე. აი ამ მხარის ზემოქმედებისგან განთავისუფლება ძალიან რთული. რაღაც მომენტში გიორგი ყველაზე ძიმე რა არის იცი რა. აი დადიან ეკლესიაში ცხოვრობენ ამ სულიერი ყოფით თითქოს და აღმოაჩენენ რომ ცირად მორწმუნე კი არა ურწმუნოები არის. როგორ უნდა აღმოაჩინოთ მომენტო. ეს ზეპირადა წირვაზე შეიძლება არ შეეტყოს ადამიანს. უნდა აღმოაჩინო, ნუ ეს როგორ გითხრავს, რამდენი უნდა ჩახვიდე რომ მე დაიწყოს გაჯანსაღება. ანუ ხა ჩემთან მოდიან და თქოთ მეუბნებია რომ აი მამა თურმე შურიანი ყოფილვარ და მე ვთხარი გამარჯობა. კარგია. აი ეს რომ დაინახე. შურიანია ძალიან შურიანები ვართ ადამიანები. რამდენიმეში გამოიჭერ შენ თავს რომ სხვისი ბედნიერება გწყინს, იმიტომ რომ ესეც ფსიქოლოგიური კუთხით გასაგებია იქ. სადღაც წავიდა იქ კანარის კუნძულებზე ამერიკაში, შენ კიდე საქართველოს ვერ გაცდენი ხარ, წარმოიდგინე. ვიღაცას სახლი აქვს. შენ ერთი ოთახი გენატრება. ახლა როგორია ეს ფსიქოლოგიურად გადასატანა? ხო ძალიან რთულია. თან რო იცი რომ ანუ ჭყალებში უხეშათვამო ცოტა, მაგრამ რო იცი რომ არ არის სამართლიანი და კაი კაცი. და უცბად რომ ყველაფერი გამართული აქვს, მაგრამ ამაზე მამა აი ზემოთ ხო არ უნდა დადგე, იმიტომ რომ ის ყველაფერი ხო ამაოება. არა, ზემოთ უნდა დადგე გიორგი, რა თქმა უნდა, ეხლა როგორ უნდა დადგე, მაგრამ ძნელი რეალისტები ვიყოთ. აბა ზემოდან კი არ დგები, არამედ ეს მარწუხებში გაქცევს, ხო ეს? შური. როგორ მოქმედებს? ძალიან მოქმედებს, რამდენი ახერხებს რომ ზემოდადგეს. შეიძლება თითებზე ჩამოსათვლელია რა ეგეთი ადამიანები. საქმეზე რომ მიდგება კიდევ მეორე. ის გალაღებული ცხოვრება და შენ აქ
დადანჯული ხო? ზუსტად. ხო და აბა მე დიდან განთავისუფლდი ამ ყველაფრისგან. ეს ურთულესი ძალიან მაღალი პილოტაჟია. ჩვენ ხშირად მოძღვრები და კადაგებლები და ასე შემდეგ ამარტივებთ საქმეს. ადამიანი ერთ საწოდავი არსება ურთულესი ბრძოლებით და ქრისტიანულად იცხოვრო, მოიქცე, მიუდგე ეს ადვილი არ არის. დიდი სულიერება გჭირდება და აი ეს ღვთისაწინააღმდეგო ძალაც კიდე სულ ჩასაფრებულია და იცი როგორ ზემოქმედებს. აი ყურთან არის გაჩერებული და პრიმიტიულად კი არ მოდის. მოდის ძალიან ხო. ნახევრად სიმართლით კი არა ეხლა ინტერნეტში დაუდიათ ჩემი გამონათქვამი. ესე იგი ვიხსენებ რომ ერთი ახალგაზრდა ბიჭი დადიოდა ჩემთან და ვისი წინაპრები მკითხაობდნენ და თვითონაც კითხაობდა ხო და მასო შევეკითხე რომ აი რომ კითხაობდი მეთქი ყველაფერი ტყუილს ეუბნებოდი თქვა აბოლებდი ბოდიში ამ სიტყვის ადამიანებს და არაო ხუთს რომ მართავს ვეტყოდიო მე 6-ს ტყუილს ურევდიო შეწარმოგიდგენია როგორი შთამბეჭდავია ნახევრად სიმართლით კი არა 5/6 სიმართლით მოდის და იმერჩი გაგჭედავს მანამდე როგორ ფონს შეგიქმნის ასე რომ ძალიან ცხოვრებისეულად მოდის ეს ძალა ხო და აი იქ უკვე ნამდვილ ჭეშმარიტ ქრისტიანად წარმოადგინო საკუთარი დავი და ბევრ განსაცდელს გამოწვევას გაუძლო ცხოვრების არის ეს ურთულესი ამოცანა საერთოდ ჩვენ ზერელი წარმოდგენა გვაქვს იმის რომ ღმერთთან როგორ გამოცდას ჩავაბარებთ ოქსფორდში რო აბარებენ ამ კაცრად ალბათ იბარებენ იქ გამოცდას და როგორი მომზადება გჭირდება რა ხო და ეხლა ღმერთთან გამოცდა ჩასაბარებელი და ეს ცოცხალი რწმენა აი მართლა ეს არის რწმენა რომელიც ძალიან ბევრი ცხოვრებისეული ნაღმით ირღვევა და ჩვენ პეთქდებით ასე რომ სულიერი კრიზისის ასე ვთქვათ გაძლება არის მეტად რთული ამბავი და ეს კრიზისიც აი ბევრ ამაში გამოიხატება ალბათ ზოგჯერ დაკონკრეტებაა საჭირო ჩვენს რჩევადარიგებებს მივცეთ ადამიანებს აი მაშინ დავკონკრეტდები რომ ამო დღევანდელი ადამიანი რაღაც ამ გამოწვევებს არ არის მომართული რა იმიტომ რომ იმდენად მამაო ბევრი პრობლემაა მატერიალური რაღაცა ფიზიკური პრობლემები იქ ამდენი უსამართლობა რომ ადამიანმა თავი ვერ მოუყარა იმას რომ აი თუნდაც რაღაცა უსამართლობა ხდება ადამიანის თავს ხო მიმღებელი იყოს იმიტომ ადამიანი ამპარტავანია მამაო ძალიან და შეიძლება მთელ სამყაროს დაემართოს მაგრამ იგივე შენც დაგემართება შენ პრეტენზია გაქვს ღმერთო მე ამას არ ვიმსახურებ რატო აი სამწუხაროდ ესეთი არის ადამიანი ხო ნუ ეხა როგორ გითხრა მოდი ესე მიუდგეთ საკითხს რომ აი ცხოვრება ისე მოწყობილი რომ შეიძლება უსამართლოდ როდესმე არ დავისაჯოთ ხომ და ესეც განიცადო რა ცხოვრებაში უსამართლოდ ისჯები კი ბატონო როგორც თუნდაც როგორც ქრისტიანმა როგორც მაცხოვრის ჯვარცმა იყო და ეს უნდა გაიზიაროს ხა მაცხოვრი უსამართლოდ გააკრეს ხო ჯვარზე უსამართლოდ დაისაჯა კი არა წამებით მოკლეს წამებით კიდე წარმოდგენა არა გვაქვს ჩვენ
ბევრს არ აქვს წარმოდგენა, როგორი სიკვდილი იყო ეს. აი მიდი ახლა წარმოიდგინე საკუთარ თავზე, რომ მიგაჭედებენ იმითი, თაკარა ცეცხლს ისა სიცხეში. ლურსმნებით. უწერელი ტკივილია. პირდაპირ უნდა ითქვას. ზოგჯერ აი იმ როგორ გითხრა ჯვარცმის იქით ადამიანი ვერ ხვდება საერთოდ რას განიცდიდა ადამიანი. წამება იყო სულიამ სიტყვის მნიშვნელობა. აი ეს გადაიტანა მაცხოვარმა უსამართლოდ. საერთოდ ეხა პირიქით მადლობის მაგი. გულახდილად რო გითხრა აი მე არ მესმის. ნუ შეიძლება შენი რწმენა გეუბნება რომ ღმერთს რო უტოლებს ადამიანი თავს ის უნდა ჩაქოლო და უნდა მოკლა, მაგრამ აი შეიძლება რომ ადამიანი მოკლა რელიგიური განსხვავების გამო და წამებით. აი უზენაესი რო გვიყურებს. ეხლა მე შეიძლება ესა თუ ის სექტანტი რა თქმა უნდა დიდად მათი სარწმუნება გულზე არ მეხატება. და საპირწონეთ არ მიიჩნია. არ მეხატება, მაგრამ შეიძლება ამის გულისთვის თუნდა ჯვარი ჩავარტყა თავში და ფიზიკურად გაუსწორდა და მოუკლა. მან ჯვარსაც. ხო შეიძლება. თქმა უნდა. აი უფალი რომ მიყურებს უზენაესი, საერთოდ კვლელობა აი ამ ნიადაგზე შეიძლება იყოს გამართლებული. აი რაც არ უნდა კიდევ მეორებ რა, ვინც არ უნდა მოუვიდეს და ამიხსნას. ჩემთვის ეს ყოველთვის გაუგებარი იქნება. და ვისკლავ ღმერთს და ეგეთი ადამიანი უცოდველი სულიამ სიტყვის მნიშვნელობით. აბა. და მე მთელი ათასლეულები ისჯები. სულიამ სიტყვის მნიშვნელობით. სათავშორის ახლა ვკითხულობ მე რამდენად უკვე აიღო ესეთი დიდი ფსიქოლოგი ვიქტორ ფრანკლი. ხო და საკონცენტრაციო ბანაკებში იყო ფაშისტების. უმძიმესი საკითხია, მაგრამ ყველა უნდა წაიკითხოს. აი როგორ პირუტყულ დონეზე შეიძლება დავიდეს ადამიანი და ეს სადამსჯელო სისტემა. ფასი აღარ აქვს, არც სახელი და გვარი. ნომერი მხოლოდ ფიგურირებს. არაფრადო არ აგდებენ. შიმშილით რო კლავენ, უბრალო რაღაცაზე რო ცემენ. სიცოცხლეს ფასი არ აქვს. ჩვენ კიდევ ვერ წარმოვიდგენთ, რა ცხოველი შეიძლება გახდეს ადამიანი. და ამას ეს საკონცენტრაციო ბანაკები, გულაგები რო ჰქონდათ კომუნისტებს. აი ცხოვრების აღწერა ძალიან კარგად გიჩვენებს, მაგრამ სულ ის განცდა მაგიცი რა. ვიღაცები დაისაჯნენ, იმიტომ რომ მაცხოვარი გააკრეს და მე ითქვა იქ რომ მისი სისხლი ჩვენზეო. პილატე რო ამბობს ხელი და მე ვანიაო. სამყარო საერთოდ სულიერი კანონები მართავს. კიდევ მეორებ. სულიერი კუთხით, სრულიად გაუმართლებელია. რომ ადამიანი მოკლა თუნდაც იმიტომ რომ რელიგიურად შენთვის განსხვავებულ იდეებს გადაგებს. არა კარცკლა, რა გვევნება ხო ერთ-ერთი მცნება. ეხლა და აღრმა წავედი მე და ისეთ თემებს შევახე, მართალი რომ გითხრა, მაგრამ საუბარმა მოიტანა და და მამო, აი უდანაშაულო ხალხი მაგალითად აი მოსინათლოსი არ იყოს, ხო? რატო ისჯებიან ხოლმე? ხანდახან არ გეკუთვნის რაღაცა და შენ თავს ხდება რა. და ფიქრობ, რომ აი ხა ადამიანი ხარ რა, ძალოვნად არ გეკუთვნის, შეიძლება გააზრებულიც არ გაქვს. რა თქმა უნდა გეკუთვნის, ანუ სულიერად, მაგრამ უბრალოდ რაღაცები არ ეკუთვნით ადამიანებს, ხა ვიღაცა პატარა ბავშვი გარდაიცვალა, ვიღაცა ხო ხდებით, ანუ აი ესეთი რაღაცები ხდება ხოლმე და
რაც მე შემდგომ აი ყველაფერს აკეთებს ბოროტი, რომ ზეცას დაგაპირისპიროს რა, რომ აი მაგალითები თქვენ რასაც ამოთ, რომ მოაქვს, რომ აი ძმაო იმას ასერჩო და ნახე პატარა ბავშვი მოკვდა და რაღაცა. აი თუ შეიძლება მამაო ამ ადამიანებს რო განუუმარტოთ, რომ აი ესეთი რაღაცეები ემართებათ ხო. გასაგებია. გიორგი. აი ღრმათ რო წავიდეთ არა? დიახ. მოდი ესე დავსვათ საკითხი. ბილად რო თქვა გეხეწე ხანიც ხანე შემხეშად ხო და ბილად რო თქვა, კარგი, შევეცდები, მაგრამ ნუ მინდა რომ რეალისტური ანალიზი გავაკეთო. კარგით. ლოცვა. აი, დიახ, ლოცვა. როდესაც მე ვლოცულობ, ჩემო კარგო. აი დამიგვიანდა ლოცვა, ხო? დიახ. სუსტფეთი შემოდის, რომ აი დაუცველად გრძნობ თავს წარმოედგინეში. დაუცველად რა. აი ეს მნებები გეძალება, განსაცდელები მოდის, ისედაც განსაცდელებით ახსოვსია ხო ეს ცხოვრება. როდესაც მე ვლოცულობ, მარტო ჩემს გარშემო კი არ ვქნი ფარველობით ბარიერს. არამედ ჩემ ახლობლებთან მიმართებითაც. ასე გებია მე ვსლაპარაკო. რო ავიღო დედის ლოცვა, დილის ლოცვა. თუ შენ ამას არ აკეთებ, რაღაცა კუთხით ხო, შენი ოჯახის წევრები დაუცველი გამოდის არა. სულიერად ყველა ვარიანტი. სულიერად ყველა ვარიანტი. თუ სულიერად ყველა ვარიანტი, ესე იგი ცხოვრებისეულოდაც ყველა ვარიანტი ხო? ბატონო. ანუ მე რა მინდა ვთქვა? ის მინდა ვთქვა, რომ დააკელი ლოცვა. ანუ ეს ფარველობითი არეალი შემცირდა რა. წავიდეთ კიდე უფრო წინ. არის ქართული გამონათქვამი. ბაბუის ნაჭამმა ემალმა შვილიშვილს მოჭრა კბილი. ეს არის ძალიან ძნელად გასაგები ბევრისთვის საკითხი, მაგრამ ესეც აუცილებლად უნდა გავანალიზოთ. ცალსახაა, რომ ჩვენი შვილები იჯდებიან ჩვენი შეცდომების გამო. ერთ-ერთი ლექციის დროს ვთქვი მე, რომ ესეთი მაგალითი მოვიყვანო, რომ ვიცი მე ქალი, რომელიც 9 თვის განმავლობაში ორსულად რო იყო სიგარეტს ეწეოდა. არ იმოქმედებს ნაყოფზე? ხო იმოქმედებს. ანუ დაიტანჯა შვილი. რეპუტაცია რო ავიღოთ, არა? ვიღაცა არის კურდი, ხელმრუდი, ყაჩაღი. ეს იმის შვილია. იმის შვილს ქალი როგორ გავაყოლო? ცოლად. დაიტანჯა შვილი რეპუტაციით. ვინც ტაძრები დაანგრია კომუნისტურ პერიოდში. რამდენი ისტორიაა, რომ მარტო ის კაცი კი არა, მისი შთამომავლობა გაუბედურდა. ანუ მე ხო შთამომავლობის უბედურებას ხელი შეუწყე. ეხლა ეს იმას კი არ გულისხმობს. პირდაპირ უნდა ითქვას. მერთი სამართლიანია. ეხლა თუ მამამ ეკლესია დაანგრია, შვილი რო წარდგება უფლის წინაშე, რა უფალი იმ ეკლესიის დაანგრევას შვილს კი არ მოკითხავს. გაიგე რა შეასახა? არ მოკითხავს. მაგრამ იტანჯება, ხო? მაგრამ შენ უნდა იცოდე. რომ мама ესეთი ქონდა და არ უნდა გაათეთრო თუ ეს აუცილებლად მოგეკითხება მაინც όμως ის კი არ შეიძლება ეკლესია რო დაანგრია ეგ არ მოგეკითხება უბრალოდ რაზე ჩვენ დგეხარ აი მაგალითად ხშირად მინახია ხოლმე სხვა წართმევე სახს აი მე ვახშეები მაგალითად ხო რაღაც აი კაზინოს ფლობელები მაგალითად რა ვიცი 10 აი ნარკოტიკს რო ყიდიან ხო მაგალითად წართმევე სხვას მამა და მე შვილი რო არ კითხულობს, არ ერგება და ვერ გებულობს და ამას უნდა ჩაეძიო, მამა. აი ხა რა შესაწირი მოდის თქვენთან, თქვენ ხო კითხულობთ, იქნებ ვიღაცა ადამიანი მოუკალი და იმის ის მომაქვს ფული, ხო? ესე უნდა იკითხო შენ ეს რო იზდები და რაღაცა ტკბილად ცხოვრობ, ხა აი მაგალითად აი ნებისმიერ თანამდებობის პირი შვილი ხარ, ხო?
და ის შენი თანამდებობის პირი мама პარავს პენსიონერს ფულს. აუცილებლად შენ ხო დაისჯები, როცა ამას ჭამდა არ კითხულობ ხო? უნდა იცოდე ქემაიც ხო? არა, არ შეგერგება ეხა. მაგას ვამბობ, მამა. ეს რამდენი მინახავს მე ეს ცუდი გზით სიმდიდრის ნაშოვარი, მე როგორ ცუდად აისახება შვილებზე იქ ნარკოტიკებს ეძალებიან იქ, ლოცდებიან იქ, თამაში წყებენ, ანუ ქარით მოტანილ ქარივე წაიღებს ხო? არა, ესეთი კანონია მე ესე ვიტყოდი. არ შეგერგება რა, თუ შეიძლება ასე ითქვას. ასე რომ აი ჩვენი შვილების ბედის წარმართვაზე ბევრი რამ მოქმედებს. მათ შორის აღზრდა. ეხლა როგორ გითხრა ერთ-ერთი ჩემი მეგობრის გამონათქვამი მახსენდება, რომ რა თქვა ერთხელ იცი რომ აი ჩემ შვილებთან მიმართებითო, როდესაცო გული მიგზნობდა რაღაც არ იყო წყობში და ვატარებდიო, ყოველთვის წინ ხდებოდა. აღზრდა, ეხა როგორი დრო მოვიდა, ეხა აღზრდა ნაკლებად რომ ფიგურირებდეს, არა, იქ დედა, მამა არც თუ იშვიათად უცხოეთშია, ბავშვები აქ იზრდებიან. მშობელი ზოგჯერ დაღლით ლაქანცული მოდის, ვერ უძლებს ეხა მისი ნერვები კიდე ბავშვმა უვაროს, მობილურში აჩეჩებენ. ანუ ის აღზრდა, რაც თუნდაც გასული საუკუნეში იყო, არა იქ წიგნებს უკითხავდნენ, არიგებდნენ, ესაუბრებოდნენ, ეხა არის ძალიან პრიმიტიულ დონეზე დასული, მე ესე ვიტყოდი. ესეც ხო მოქმედებს, არა? ვირტუალურ დონეზეა, ვირტუალურ ტელეფონები და ვირტუალურ დონეზე. ყველაფერი ანუ გაფერხდალდა, ყველაფერი ზედაპირული გახდა. და როგორ ფიქრობ, ეხა ასე გაზრდილი შვილი ბუმერანგებით არ შემოგიტრიალდება მერე? არა და მამა ისევე მას რო აჭამო, მამა ფიზიკურად მისთვის ვერ მოიცლი. სიტუაცია ეგეთი, აი მაგალითად, აი თუ მიუდგები ისე რომ ყველა საგანი მაგალითად შენ უნდა ასწავლო, ყველაფერი შენ უნდა გააკეთო სახში, ხო? ფიზიკურად ფულს ვერ იშოვი, მამა, ვერ გახვალ. დღედაღამე უნდა იშრომ, რომ საღამოს ნაჭამა დაიძინო. სიტუაცია ეგეთია, ეს არა მარტო საქართველოში, მსოფლიოშია შექმნილი თითქმის ეგეთი სიტუაცია. იცი რა არის ახლა სიტუაცია შეიძლება შექმნილია, მაგრამ ჩვენ რას გვეუბნება წმინდა წერილიდან, ნუ ფიქრობ ხვალინდელ დღეზე რა ჭამო რა, სვარით შემოსო, სასუპოზე იფიქრე და ეს ყველაფერი მოგეცემაშა. ახლა ჩემი დაკვირვებით ეს ქრისტიანული მიდგომა როგორია და უფლის აი ხაზი რა, თუნდაც მატერიალური უზრუნყოფის. თავზე კი არ გადაგივა და ხორაგით კი არ გექნება სარდაფის სავსე. აუცილებელი გექნება ეგრეში. აუცილებელი. და მამაპაისი ათონელი ამბობს, რომ ჩვენ ყოფასო უბედურს ვხდითო, ზედმეტის სწრაფვითო კეთილდღეობისკენ. ანუ ხან ერთ ადგილას მეორე, მესამე, მეოთხე, რომ მეტი შემოსავალი იყოს, გაიგე და იფიტება ადამიანი, დრო არ რჩება ოჯახის წევრებთან, გაიგე, მაგრამ ხშირად აი იმ დიდი შემოსავლით რაც უნდა იყიდოს, ის შეიძლება სულაც არ ჭირდება, გაიგე. არ ჭირდება ეხლა თქვათ 3000-იანი მობილური და 6000-იანი კომპიუტერი. არ ჭირდება თუნდაც ის რომ წელიწადში 3-ჯერ 4-ჯერ ევროპაში იმოგზაურო და ამ ხელად ხარჯვა რა. ანუ ზომიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ ხშირად ადამიანი ხო ხარბი არსება რა. ქაჯობა რამდენჯერ ყოფილა. ხა მახსოვს ცხენის უნაგირში მისეს $10,000, ხო? აი ხა ადამიანური ქაჯობა არ არის ესა. როცა ამდენ ადამიანს უჭერს. როცა ამდენ ადამიანს უჭერს, ხო? იგივე ხა რო აიღო მილიონერი, მილიარდელები რა. რეებში ხარჯავენ ამ ფულს, მაშინ როცა ამდენ ადამიანს უჭერს მართლა. აი რამდენიერი გამოვლენებაა რა ადამიანი კიდევ მეორებ ქაჯობისა რა. ძალიან სიბნელია, მამა. ძალიან სიბნელია, ხო და ნუ მარტო იმაზე არ არის ახლა მდიდრებზე ლაპარაკი ახლა. რას გვეუბნება ახლა სახარება რომ ნემსის აკლემი უფრო ადვილად გაძვდება ნემსის ხურში ვიდრე მდიდარი შევა სასופველოში ახლა ეს იმას კი არ გულისხმობს რომ
ყველა მდიდარი ჯოჯოხეთისთვის არის განკუთვნილი. უბრალოდ ამ ივანე კრონშტადტელი წერდა დიდი წმინდა მამა. უბრალოდ იმან უნდა შეიგნოს და გაითავისოს, რომ ის სიმდიდრე რომ მიეცაო, მარტო თავისთვის კი არ მიეცაო. მიეცა იმიტომ რომ კიდე ბევრს დაეხმაროს ამ თავის სიმდიდრეს. იქ ქველმოქმედება, იქ სტუდენტ შეიძლება დავით სარაჯეშვილი იყო ჩვენი დიდი ასე ვთქვათ მოღვაწე ხო რას აკეთებდა თავის სიმდიდრეს ხალხს ახმარდა ხო საერთოდ მე რომ მკითხო აი ფულის დახარჯვაც არის დიდი ჭკუის გამოხატულება სწორედ რამდენმა არის ის ფულის დახარჯვა რამდენმა და თითებზე ჩამოსათვლელია რომ ეს ფული იხარჯება მართლა მიზნობრივად და შედეგიანად მე ესე ვიტყოდი ამდენმა კი არა თითქმის მაგრამ მე ხა ჩემს ირგვლივ ძალიან ცოტას თუ ვიცნობ ვინც იცის ნორმალურად იმიტომ რომ სულ ყველა მამაო როგორი სიხარბე მოდის იცით აქ ყურში რომ აი რაღაცა ოცნებათ რო გაქვს ეს გინდა რომ აგიხდეს და მე ამისის რო გაქვს შესაძლებლობა ხო მიდიხარ აქ რა აი ხა რამდენია მაგალითად სპორტსმენები და ისინი მამაო აი ვიცი რომ აი დადიოდა მაგალითად ფეხით მიდიოდა 4 ავტობუს ვიცვლიდი სოფლიდან რომ მოვდიოდი რაღაცა და დღეს რაღაცა ცოტა ხელფასი აქვს და აჩვენებენ აი რა მაგარი მანქანი დადის და აი ანუ ეს სნობიზმი ანუ უნდა მორჩეს იმიტომ რომ რაღაცაეთ მამო ადამიანმა პატივი გინდა ქცეს იმით რაც გარშემო გაბადია და რაც რომ მოკვდებით ანუ ვერ წაიღებ და მანდ წუდები რა რად გინდა რომ აი იმის გამო ქცეს პატივი ადამიანმა რომ სკაი მანქანა ყავს ან კაი სამაჯური გაქვს ან რაღაც ხო პირიქით აი ესეთი რომ უნდოდე და იმას როცეს პატივი ეგეთი ხალხი შემოიკრიბე ხო თორე როდესღაც მამა ვიღაცა შენზე მეტი იქნება შენ არ გექნება და აღარ გცემენ პატივს მე უნახავ მაგრამ ანახავ ეხლა მე პირდაპირ გეტყვი გიორგი ჩვენ არ ვაბოლოებთ რა ეო ნუ შეიძლება უნაკლო არავინ არ არის ერთხელ ვახსენე აქ გონი შენთან სერბეთის პატრიარქი პავლე დახეული ფეხსაცმელები დადიოდა ტროლეიბუსით ავტობუსით ეხა ავტობუსში რო ახვალ შენ და პატრიარქი რო დაგხვდება წარმოგიდგენია შენ რა აი ეს ეხა რო გაიაზრო როგორი უბრალოებაა რა საოცარი ხო ეს მაგალითი ხო იმდენად შთამბეჭდავია რომ რა არის ამ მაგალითად შედარებით ეს დიდრები რო დადიან ძვირადღირებული მანქანებით იახტები რო აქვს თვითმფრინავები აქვს და ასე შემდეგ რა ეხლა ჩვენი უწმინდესი რო გარდაიცვალა ესეთი შთამბეჭდავი დასაფლავება მე მგონი არ ახსოვს ჩვენ ერთს მაგრამ ამბობენ რომ მის დასაფლავებაზე უფრო მეტი ხალხი მოვიდაო რატო იმიტომ რომ ესეთი სუსხანაერი პატრიარქი იყო არა მამა ჩვენსაზე უფრო მეტი მოვიდა ეგ ვიცი ნამდვილად ხო შეიძლება უბრალოდ მითხრა რომ რო თქვი რომ ეგეთი შთამბეჭდავი არ ისტორიას არ ახსოვს შეიძლება უბრალოდ ვიძახი რომ მის დასაფლავებაზეც ბევრი მივიდა ხო და იქაც ხო უბრალოდ ნუ მაგას შინაარსობრივ მნიშვნელობა არ აქვს ეხა ვისთან მეტი მივიდა ორივე გრანდიოზული უბრალოდ ვიძახი ძალიან დიდი ადამიანი ორი უბრალოდ ვიძახი იმას რომ კი გამომდინარე მისი აი ამ პიროვნული თვისებებიდან არა ამდენი ადამიანი მოაწყდა მის დასაფლავებას ისე მამა აი ჩვენში ისე ვიტყვი რა თუ შეიძლება ვიცი რომ ძალიან ცოტა უხეშად ვამბობ და რაღაცა არ გეგონოთ რაღაცა ქართველობა და რაღაცა იმას იმაშვე მაგრამ აი საქართველოში უფრო სხვანაირი მორწმუნეები არიან მამა ვიდრე სერბეთში ახლა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში რაღაცა ეს რატო იცით მამაო ძალიან რთულია იყო ამ სიტუაციაში და კიდე ღმერთს ეჭიდებოდე მამო აი ძალიან რთული არის ხა სერბეთში იმდენად არ ვიცი მაგრამ ჩვენთან ყველა თითოეულ ოჯახში მამო ყველგან არის მიცვალებული და მაინც ეს ადამიანები 2-3-ია ზოგან ამდენი ტვირთი ამდენი წვალება ამდენი ომები და მაინც ეკლესიას ეჭიდებიან მამო ძალიან მაგარი ხალხი არიან ისე აქ მამო ამას რო ერი რო უძლებს მამო ვერც ერთი ვერ გაუძლებ და მე უბრალო ხალხზე მაქვს საუბარი რა
კი, ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობდა, რომ ყველა ქრისტიანის სული ბუნება არის ის ყველა ადამიანის ქრისტიანი არის სულიო, ხო, მაგრამ მე ესე ვიტყოდი, რომ ხა ჩემი დაკვირვებით ჩვენ ნიჭიერები ვართ მართლმადიდებლობაში. ეს კიდე სხვა ნიჭია. რაღაც ისეთ თვისებები გაგვაჩნია რა. ამიტომაც არის ხა საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ხა ვიღაცასთვის შეიძლება ლამაზი სიტყვებია და პათეტიკური გამონათქვამი, მაგრამ გეთანხმები, რომ აი საზღვარგარეთ რომ მოგზაურობ, არა იქიდან რომ ჩამოდიხარ. აი ხვდები რომ მაინც ქართული ხასიათი ბუნება მაინც სხვაა. აი შეგრძნება არის. ძალიან მაგრამ. აქ მაინც სხვა სითბოს ქვეყანაა რა, მე ესე ვიტყოდი. ამიტომაც გეთანხმები რომ მაინც ამ მიმართულებით გამორჩეულები ვართ, თუმცა კაჯობაშიც რო გამორჩეულები ვართ და შუალედი არ გვაქვს მამა ოქროს. ჯოჯოხეთი და სამოთხეზე ვართ. მაგაში გეთანხმები. ხო, აი ეს არის მაქსიმალიზმი ყველგან ჟღამდება რა. ბატონო. და ნიჭიერები ვართ კიდე კურდობაში, შურში, გაუტარლობაში, ნეპოტიზმში, არა? ასე რომ აი ანალიზი რო გააკეთო, არა, ისე არსებობს ეს ორი მხარე. ძალიან მაგრად. აი ყველაზე ცუდი რაში ვართ, იცით მამაო? ნიჭიერი ხალხის დაჩtildeვაში. აი თუ ვინმეს რამე შეუძლია, აუცილებლად გათელავენ რა. აი საზოგადოებისგან აუცილებლად არის ჯვარცმული რა. ხო, აი ესეც თუნდაც რო ავიღოთ არა. ჩაძირვა რა იმ ტალანტების ნიჭიერი ხალხის. აქ ბევრჯერ მithქვამს, რომ ამერიკა სხვა ქვეყნებში ეძებს ჭკვიან ტალანტ განათლებულ ადამიანებს და აქ კიდე ძირავენ. არა და ხშირად ეხა განათლებული და ნიჭიერი და ის თავის ენერგიას აბანდებს ამ თავის სფეროში და სულ არ ფიქრობს, რომ წინ წაიწიოს და კარიერა გაიკეთოს და ისეთ ადამიანებს დაუახლოვებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ რა იერარქიულ წინსვლაში. მაგაში მართალი ვძანდებ, ხო. და რატო არ აწყობს მამაო კაი ადამიანის წამოწევა საერთოდ ბოროტ სამქვე? ხო შეიძლება რაღაცნაირად ისე იყოს, რომ რაღაც კაი ადამიანმა გაიხაროს, მაგრამ აი რაც უფრო ვერ გაიხარებ, მით უფრო უნდა საზომი არის, რომ მით უფრო კაი ადამიანი ხარ. ამ ქვეყნად მამაო ეგრე ხდება. სამწუხაროდ კარგმა ადამიანმა ვერ გაიხარა რა. ისე უბრუნდება სოფელი ბოროტსაზე და დგას. მე ამ სოფელს ხო რაღაცა სისტემა მართავს იმ სისტემას. როგორი ხალხი ჭირდება? მორჩილები. ადრე კომუნისტური პარტია მართავდა. ეგრე ერქვა. ეხა ყველაზე არ ვიტყვი მე, მაგრამ უნდა შესულიყო კომუნისტურ პარტიაში და უკვე რაღაცნაირად იმის წესებით უნდა გეთამაშა რა. ეხა შეიძლება რაღაც სხვა პარტია იმისთვის რომ ერთნამეს მივხვდი გიორგი. აი სქემა იგივე დარჩა. თუ გინდა კარიერა გაიგეთო, სისტემის ნაწილი უნდა გახდე. სხვანაირად ვერ გაიგეთებ კარიერას. უნდა გახდე. თუ არა და იქნები შენთვის. ხო. მეორე ხარისხოვანი როლები გექნება. ამიტომაც არის ხა პირდაპირ ამბობ რა, რომ აი ნამდვილი მარგალიტები არიან თავისთვის. თავისთვის, აბა რა მამო, ისე ჯობია მამაო, ჯერ მამაო, როგორი დონის ადამიანები გცემენ მე პატივს მამაო, როცა შენთვის ხარ რა. აი ნახავ და გაგიხარდება რა. აი რაღაც მამაო, სხვა ის არის, რაღაც პროფესორი გამოვა, ვიღაცა შეგნებული ნაკითხი ადამიანი გამოვა და უცბად გეტყვის, რომ აი მალადეთ შვილოა რაღაც, ანუ ჩემზე არ მომოფ ამ შემთხვევაში მაპატიეთ ხა მაგის ამბიცია არ მაქვს. ხო წარმოგიდგენიათ მამა, უბრალოდ აი და ღმერთი უნუგეშოთ მამაო არ გტოვებს, გამორიცხული. და არ გტოვებს. ამიტომაც რო არ ხურდავდები კარიერაზე, რო არ ხურდავდები ძალაუფლებაზე, რო არ ხურდავდები ფულზე, არა, ეს არის უკვე ქრისტიანული გამარჯვება რა გონიაში. ეს. აბა ხა რამდენჯერ მიხსენებია
16 თაყაიშვილი, 16 ღვთისკაცი. ერთი ნივთი არ გაყიდა. რამდენი დიდარი დაივიწყა რა კაცობრიობა. რამდენი თანამდებობის პირი. საერთოდ არ ახსოვთ. და ეხლა ვინც არიან, ვინ გაიხსენებს. თუ გაიხსენებენ, შეიძლება კარგად არავინ არ თქვა რომ აი რა რაზე დახურდავდა რა. იგრიმიტოვდა იმ ცხოვრებაში. ამას ვიხსენებთ ხო ჩვენ? რა? რატო? იმიტომ რომ არ გამოიკიდა ხო ამ ფულს. თავისთვის საწყლად იცხოვრა. საჭმელი აკლდა და დასაწყმელი აკლდა, მაგრამ დიადე გამოჩნდა ხო ყველაზე რა. ასე რომ ყველაზე ჭკვიანი ხალხი ესეთები არიან. რუსებს აქვს ეგეთი გამოთქვა რომ ნეკროლოგი გაიფუჭაო რა თავის ცხოვრებით. თავის გადადგმული ნაბიჯებით. ნეკროლოგი არ გაიფუჭა. ყველაზე დიდი რაც გაქვს ეს სახელი. და აი სახელი ბევრს არ აქვს. აი ჩემთვის ყველაზე დიდი დაფასებელი არიან უბრალო ადამიანები, რომლებიც თავისი დიდი ბუნებით გამოირჩევიან. აი ამას დიდი ხალხი ჩემს არ არსებობს. პირდაპირ გამორები. არც დიდი მწერალი, არც დიდი მსახიობი, არც მეცნიერი და არა. აი როცა დიდი კაცია ბუნებით, არა. აი იქ შეიძლება პირი დავაღო და დიდხანს აღარ დავხურო, იმიტომ რომ აი ეს არის ნაღები კაცობრიობის. და არა ის რომ დიდი ხარ შენ სფეროში, ან თანამდებობის პირობი ხარ ან და ასე და ასე შემდეგ. აი ესეთი დიდი ადამიანებზე არიან თითებზე ჩამოსართულები, მაგრამ არსებობენ. თალიბზადები და სამწუხაროდ ჩვენ და უბრალოდ მამაო ყველას დაავიწყდა იმ ადამიანებს, რომელიც სიტყვაზე დღეს რაღაცას აგროვებს, რაღაცის გამო ვიღაცას წირავს, ვიღაცას არ ეხმარება რაღაცა, რომ სიკვდილი არსებობს. აი ეს დაავიწყა ბოროტმა და გონია რომ მუდმივები არიან მამაო. აი მონასტერში იყო ეგეთი მორჩილება ადრე, რომ ვიღაცას დაავალებდნენ და ის მიდიოდა მონასტრის ძმებთან. და ახსენებდა ესევნებოდა რომ იცი რა ძმაო ჩვენ მოგვდებით. აუ რა მაგარი ის არის. აი ესეთი მორჩილება იყო. იქ მუშაობდა, იქ ლოცულობდა, იქ წიგს კითხულობდა, უცებ ვიღაცა მოგადგება გაუნება, იცი რა ჩვენ მოგვდებით. თვითონ ბევრი მონასტერი ტაძარი ხშირად სასაფლაოს გვერდით იყო არა რომ აი ხო სპეციალურად რა ხსოვნა ქონოდა რა ამ სიკვდილის რა. კი. ასე რომ როგორ არის მემენტო მორე გახსოვდეს სიკვდილი. აუ მაგარი სიტყვები. ხო, ნუ ეხა უფალიც როგორ ნატიფად აკეთებს, იცი რა. როცა ბავშვია, რა ბავშვო უთხარო მოკვდებიო, мама პაისი ამბობს დაწმინდელი, ტრულალაო წავა ბურცი თამაშებს ეხა. სულ არ იმოქმედებს მასზე, მაგრამ დრო რო გადისო, წლები რო გემატებაო, არა, უფრო და უფრო მეც ფიქრობსო ადამიანი. ზუსტად. უფრო და უფრო საბოლოო ჯამში ხო ცენტრალური თემა მე ხდება. ეხა 50-ს რომ მიაღწევს 60, 70, მით უმეტეს 80, უკვე უფრო და უფრო მეც ფიქრობ, გაიგე და კიდე რას ფიქრობ, იცი გიორგი, ხა ესეც ადამიანური ოცნება ყოფილა რა, ფინალური. რომ აი ყველაზე მეტად რას ნატრობე რომ დაიძინო და აღარ გაიღვიძო. შემოდის ეს ოცნება. მართლა აბა რამდენი აბა რა ოღონდ არ ჩავწე, ოღონდ ხვის მოსავლელი არ გავხდე, ოღონდ არ ვიტანჯო. მერე ეს თემა ფიგურირებს. და ესეც რა ეს ურთულესი გადასატანია, რამდენი ადამიანი ჩაწოლილია და მერე წლები ატარებს ესე ხო? უმძიმესი გასაცდელია, მიდი გადაიტანა ეს რაღაც. ერთ-ერთი ურთულესი სცენა რა არის, აი რომ შედიხარ რეანიმაციაში და რომ უყურებ ამ აპარატ მიერთებულ ადამიანებს. რას უძლებს ადამიანის საერთოდ რა? და იმის ფონზე იმას უყურებ. მშვიდობითი უშფოთველი აღსასრული მომადლე ღმერთო, აი მღვდელი წირვის დროს კვერექს რომ ამბობს თავის ლოცვის, ასე ვთქვათ, ეს სიტყვები ხშირად ფიგურირებს და სულ
გონებაში ტრიალდება. ჩვენ შევთხოვთ უფალს. და არავინ არ იცის შენ როგორ აღესრულები, წამებით აღესრულებოდნენ წმინდანებიც წარმოედგინეში რა. რომ მათი რწმენა ყოფილიყო ხო უცდიდა უფალი მათ რწმენას. ესეც საინტერესო რაღაცა, აი წმინდანი, რომელიც სხვას კურნავს. მამა პორფირი, მამა იაკობიო, კიდე ცელიგას ესეთი ბერძენი, აი სასწაულებს ახდენდნენ, წარმოედგინეთ. კურნავდნენ ისეთი დაავადებებისგან ადამიანს. და თვითონ ტანჯვა-წამებაში იყვნენ სხვადასხვა უამტყოფობებით. ესე ჩვენას გავიგებ უფლის განგებას. ხო, მაგრამ აი რომ დაფიქრდი ამ ყველაფერზეა რა. ეს არის ჩვენი ცხოვრება. და აი ამის შემხედვარეა რა. იმაზე კი აღარ ფიქრობ უკვე 70-80 წლის რო ხარო იქ. 5 დიპლომი აიღო კიდე და სერტიფიკატი და ტრენინგებს დაესწრო და ასე შემდეგ. არა, ფიქრობ უკვე სხვა რაღაცაზე, მარადისობაზე ფიქრობ და იმაზე რომ უშფოთულად გახვიდე აქედან. აი ეს ხდება უმთავრესი თემა. ერთი ცნობადი სახე იყო მახსოვს თქვა რომ სიკვდილის კი არ მეშინიაო, ტანჯვის და წამების და ტკივილის მეშინია. აი ეს არის ჩვენი ცხოვრება. ასე რომ წლებთან ერთად უკვე აი ეს თემა ხდება უმთავრესი. ეს არის რეალი ხარ. თუ არა და ზოგი ფულზე ფიქრე ხალხს ვიცნობ, ზოგი 70 წლის არის და დღესაც ფულს დასდა. ეს 70-ის ხო, ნუ ეხა კი, მაგრამ ბევრი მაინც უკვე სხვა მართლებით გადის. ერთ-ერთი მილიონერი მახსოვს, უკვე აი სიკვდილის წინ ამბობდა რომ დგება მომენტი, როდესაც ფულიო უკვე თავის მნიშვნელობას კარგავს. უფასურდება. რამდენი ფულიც არ უნდა კონდეს. ეს უფასურდება. ხო და გინდა არ გინდა ბევრი ადამიანი მაინც უკვე ამ რეალობის წინაშე დგება, რომ უკვე წამსვლელია. მოიხედავს სულ ეს ფრაზებია, როგორ გაიარა ამ ცხოვრება მე თვითონც არ ვიცი. ხო. როგორ გაიქცა, როგორ გაიპარა. თითქოს გუშინ იყო რომ ბავშვი ვიყავი, ინსტიტუტში ჩავაბარე, მუშაობა დავიწყე. უკვე წამსვლელი ვარ. გაქრა ეს ყველაფერი. აბა. 14 წელი ბევრი არ არის, ხა ადამიანები გვიყურებთ, ვიცი და აქედან მოვედი მაგის გამო, ბევრი არ არის. 100 და 120 წელი ციცხოვრე და ერთმა კარგად გამყოფოთ ყველა ძალიან მაგრები ხართ და აი მიყვარხართ, ძალიან მაგარი მსმენელი გყავს ამაო ჩვენ ასაკოვანი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს გცემთ, აი ძალიან. მადლობა მამა. უღრმე ერთ-ერთი უძლიერესი და უსერიოზულესი ეთერი იყო, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს დააფიქრებს და რა ვიცი, ერთხელ მამა ესე ვზივარი, თანამდებობის პირები არიან და აი მაგაზე გამახსენდა რა და აი სიკვდილზეო და ლაპარაკობს უმეთქი აი ჩვენ ვართ 2 კვადრატი მიწა, მეთქი რაღაცა რა და თან ცოტა ვეიაზოები რა აქედან რა და სულ სიკვდილზე ველაპარაკებოდი და წამოდგნენ და ძმაო ძლივს ცხოვრება ავიწყე გვასწორე და ლოცილო სულ სიკვდილზე რო ველაპარაკები და კარგად იყვნენ რა მომსწრები არიან კარგად რა და ხო და ძლივსო ცხოვრება ავიწყეთო დავისვენეთო რა მოვიდენ ხა ამათია ყველაფერი და სულ სიკვდილზე ნუ გველაპარაკებიო რა და აი ადამიანი ხო გარბის არცაცოდავი არსებაა თქვენი თქმის არ იყოს გარბის გარე სად გაიქცევი ხო შედალოცილო ის ცედ მოვა აუცილებლად რა მერთო და სიკეთეს გისურვებთ ყველას ბედნიერებას და მადლობა რომ ხართ უღრმესი მადლობა და პატიმრებს განსაკუთრებით მოგიკითხავთ აი საქართველოში რატო ხდება ესო ყველა პატიმარი ყველგან სადაც პატიმრები არიან ეკლესიები აშენებული მლოცველები ყავთ კელიები არც ერთ ქვეყანაში ეგეთი კელიები და ისინი არ არის და მადლობა ამისათვის ხელშეწყობისათვისაც მადლობა ვინც ხელს უწყობთ დღესდღეობით აუცილებლად დიდი მადლობა იმ ადამიანებს ვინც ამ ყველაფერს ხელს უწყობთ უღრმესი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ და მოგვიხსენიეთ რაც თავარია აი ბევრი მამაო მირეკავს ეხა ერთი ავთო არის იქიდან რუსთავიდან იმიდან კეთილმოწესეები არის ისინი და ტაძრებს უვლიან რაღაც უღრმესი მადლობა დიდი მადლობა რომ ხართ მამაო ყველა პატიმარს იმათ ვინც
ვინც ესე რაღაცნაირად ადამიანებს მე თქვენზე ცოდვილი ვარ, მაგრამ მე შეიძლება ესე არ მომეკითხა, როგორც თქვენ მოგეკითხათ, თორე მეც რომ მომკითხო და ეგრე, შეიძლება მე თქვენზე ბევრი საჯელი მეკუთვნის და შეიძლება კი არა და აუცილებლად, მაგრამ რაღაცა ზოგს მოეკითხა. მადლობა ღმერთს, რომ სიტყვაზე მოგვეკითხა და აქვე ის ცოდვები ჩვენი სიტყვაზე გაბათილდება, ხო? კარგად ზანდებოდეთ დროით ბედნიერებას გისურვებთ და გამძლეობას. ყველას და მამა დავით ციცქიშვილს, ჩემი უდიდესი პატივისცემა და ძალიან დიდი და ბევრი ადამიანების სახელი დიდ მადლობას გეუბნებით მამო და თვის ბოლოსთვის მივდივარ და აუცილებლად შევეცდები რომ ერთხელ კიდე მოვიყვანოთ აუცილებლად რამენაირად სანამ წახვალთ მამო აგვისტომდე იქნებ ერთხელ კიდე გვეწიოთ უღრმეს მადლობას მოგახსენებთ მე გახდით გიორგი დარასელია მამა დავით ციცქიშვილი გახდათ რომელიც კლდის უბლის წმინდა გიორგში მსახურობს ქვემო ბეთლემთან არის ახლოს ეს ტაძარი სოლოლაკისკენ და ბევრი მეკითხება და შეგიძლიათ რომ მიბრძანდეთ კარგად ზანდებოდეთ დროებით